WhatsApp-ით sign up შევქმნათ ახალი Pinterest-ი. შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენი მონაცემები აქ, ან შეხვიდეთ Google-ით. Next mail. ვირჩევთ რაში ვართ დაინტერესებულები. ახლა გადავიდეთ ჩვენს პროფილზე. View profile. შევქმნათ ბორდი. აქ ჩავწეროთ ის სახელი, წერად ჩავწერეთ, აი ეს. დაკოპირებული გვაქვს სწორად მახსოვს. ეს ავშალოთ. სეკრეტი არ მონიშნოთ, თორე ვერ დაინახავენ. Create. ეს არ გვაინტერესებს. ახლა უკვე ნავდობთ ჩვენი პინი. აქ ავდობთ ფოტოებს. მოდით ავირჩიოთ ის ფოტო, რომელი არის. ზამით. ასე. აი ეს. წელი არისო. მოდით უთხრათ, რომ Pinterest-ისთვის გვინდა სხვა description-ი. ეს ავშალოთ. მოდით სათავეც ვთხრათ. აი ესე. ესეც შევსვათ. და აქ გვაქვს ლინკი. ავიღოთ ჩვენი იმის ლინკი, პროდუქტის. ვიევანოთ ის დავაჭიროთ. და ეს ლინკი ავიღოთ. დავაკოპირეთ ლინკი, აქ ჩავსვათ links. ბორდი არჩეულია, რომელზე გვინდა. თაგები. Planner. Personally, new planner. ესეც შევა. Planner. ესეც შეიძლება. ესეც შეიძლება. დავაწვევით publish. ჩვენი პინი მზად არის. და ამას უკვე ხალხი ნახავს, როგორც ხედავთ, აქ visit site აწერია, რომ დააწვევიან, უკვე გადმოიყვანს ახალი სხვა პროდუქტების შემთხვევაში, მაგალითად, თუ გვინდა რომ ამის პლენერები გვინდა დავამატოთ, ახალ ბორდს შევქმნით. დავუბრუნდეთ უკან. ვაწვევით plus, ახალ ბორდს ვქმნით, ვაწერთ იმ სახელს. შემდეგ უკვე ვტვირთავთ პინებს. ახლა კი, რაც დაგვრჩენია. შევალთ ჩვენს პროფილზე, დავაედიტებთ, შევცვლით ლოგოს, მაღაზიის სახელს დავაწერთ აქ და შემდეგ უკვე გადავა ხალხი და იდის ჩვენს დამგეგმავებს. რაც მეტი ხალხი გადავა, ასევე თქვენი პროდუქტის SEO ამაღლდება. SEO ნიშნავს, რომ SEO-ს ამაღლება ნიშნავს, რომ უფრო წინ გამოვა მაღაზიაში თქვენი დამგეგმავი, აი აქ
მაგალითად რო ჩაწერენ meal planners თქვენი პროდუქტი უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს ვიდრე მაგამდე. აი მაგალითად თუ არის ახლა სადღაცას ბოლოში შემდეგ უკვე უფრო მაღლა იქნება შეიძლება თუ არის მაგალითად ახლა აი აქ სადღაცას მესამე გვერდში გადმოვა მეორეში შემდეგ პირველში და ნელ-ნელა წამოვა წინ რაც შეეხება თუ გამოიყენებთ ჩემს ამას შაბლონებს რაც უნდა გააკეთოთ ერთადერთი მაგალითად აი ამას თუ გამოიყენებთ შევხვალთ ელემენტებში ჩაწერთ აქ backgrounds გადახვალთ გრაფიკებში ან ფოტოებში აირჩევთ თქვენთვის სასურველს მაგალითად ამ წითელს დააწყაბებთ მარჯვენა ღილაკს დააწვევით replace background სად არის მეტი არაფერი არ უნდა თუ ტელეფონით აკეთებთ დააწყაბებთ Z სამ წერტილს ამოაგდებს ფოტოზე მაგალითად აქ მას რო აწვევი აქ ხო არის მენიუ იმ ტელეფონზე სამ წერტილსაც აგდებს იმ სამ წერტილს რო დააწვევით შემდეგ უკვე გაიხსნება ეს მენიუ და დააწვევით იმას set as background აქ detach წერია უკვე რომელიც წაშლას ნიშნავს სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეო და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში ნახვამდის